ვფიქრობ, რომ აი ესე ვიწრო კონკრეტული მთის განვითარების სტრატეგიები და ხედვები და სამოქმედო გეგმები, რომელიც იქნება ადგილობრივების ჩართულობით შემუშავებული, უფრო ეფექტიანი იქნება, ვიდრე სიტყვაზე დღევანდელი მიდგომა, რომელიც თუნდაც აი მთასაც არ ანსხობს. ეს არის, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი იმისათვის, რათა მდგრადი განვითარება მოხდეს. თუნდაც იგივე ადგილზე წარმოებული პროდუქტების რაოდენობა, ხო, დღეს რაც ფაქტიურად ყველა მთას უდგას, ეს გახლავთ, რომ ფაქტიურად ბარიდან იკვებება უმეტესი ნაწილი, მაშინ როდესაც მთაში შეიძლება გარკვეული პროდუქტების ადგილზე წარმოება, რაც ასევე მოახდენდა თუნდაც ეკონომიკურ დივერსიფიკაციას, რომ თუნდაც ტურიზმთან ერთად იყოს სოფლის მეურნეობა თუ თანაბარი არა, მნიშვნელოვანი წილი იქიდან გამომდინარე, რომ ვიცით, რომ ერთ კონკრეტულ სექტორზე ჩამოკიდება არ არის თუნდაც იგივე მდგრადი, ხო? იქიდან გამომდინარე, რაც ხდება ეხლაც თუნდაც შეიძლება გარკვეულწილად იქონიოს ტურიზმზე გავლენა და ამან გამოიწვიოს ის, რომ შემცირდეს თუნდაც ტურიზმი და შემოსავლების გარეშე დარჩეს ადამიანები. თვითონ აუდიტის სამსახური ამბობს, რომ აგერ ევროპული გამოცდილება არის ესეთი, რომ იქით ეკითხებიან და შემდეგ იწყებენ უკვე ამ სტრატეგიების შემუშავებას და სახელმწიფო მიიღოს სტრატეგია ისე, რომ არ ჩანს საიდან მოიტანა ესა თუ ის პრიორიტეტული სფეროები. არ ჩაუდარებია გამოკითხვა უბრალოდ. ეს თავად აუდიტის დასკვნაშია საუბარი. მე მგონი რეალურ თვითმმართველობაშია ისევ და ისევ გამოსავალი. ცენტრალურ ცენტრიდან შე შემთხვევაში არ ჩანს, ან არასწორად ჩანს. ან კიდე ერთ ჯამში იხარშება ყველა მთა, რაც არ არის ხოლმე სწორი, ხო? შე შემთხვევაში მუნიციპალურ დონეზეც არ არის, ხო? აი ჩვენ გვაქვს ახლა კლასიკური მუნიციპალიტეტის, ანუ მრავალფეროვანი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ვართ, თუნდაც, ხო? ახმეთა სადაც შედიან გახელებიც, კისტებიც და თუშებიც. თავისი გეოგრაფიული, ასე ვთქვათ, არეალებით, ხო? თქვენ წარმოადგენთ დუშეთს, რომელიც ასევეა, ხო? დუშეთი შედარებით დაბალიც არის და ხევსურეთიც აქვს და ფშავიც აქვს და ასე შემდეგ, ხო? ანუ ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ თუნდაც რაღაცა ამ თითოეულ მუნიციპალიტეტში იყოს რამე ჯგუფები გამოყოფილი, რომელიც კონკრეტულ მიმართულებაზე იქნება, ხო? ამ შემთხვევაში თუ თუშეთზე ვსაუბრობთ, თუნდაც იმ ახმეტის მუნიციპალიტეტში უნდა იყოს თუშეთის მიმართულება ცალკე. იმიტომ რომ სხვა რაღაცაც უხებს თუშს და სხვა რაღაცაც უხებს თვითონ ახმეტაში ან მის გარშემო სოფლებში ან ბანკში ადამიანებს, ხო?